გახლავართ გიორგი კაპანაძე 19 წელი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსზე. მიყვარს სპორტი, ფეხბურთი მიყვარს განსაკუთრებით. ვარ ბაჩო რამიშვილი, ვარ 19 წლის, სწავლობ სამედიცინო უნივერსიტეტში, ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი. ვარ ბუნებით და ხასიათით ვარ ძალიან აქტიური, ენერგიული და მიყვარს ძალიან ადამიანთან კარგი ურთიერთობა და კარგი დამოკიდებულება. გონია რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი მაქვს, რა თქმა უნდა. და ძალიან გამიხარდება თუ შემდეგ ეტაპზე გადავალ. თუ აქამდე მოვედი, ალბათ კიდევ მაქვს შანსი, ალბათ ღირსეული გადავა ნახევარფინალში და ამ ღირსეულს თვითონ მაყურებელი შეაფასებს და მაყურებელი იტყვის ვინ აღირსეულ და მე კიდევ იმასაც დავამატებდი, ალბათ მაქვს რაღაც იმედები იმის, რომ გადავა ნახევარფინალში. პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, ვინც გვერდში მედგა და ამ გულში მატკივრობდა, ვინც ჩემზე ერთი ზარიც კი გამოუშვა. მე მაყურებელს მიმართავ იმით, რასაც ვაკეთებდი თვითონ ლივჩი, როგორც ვიქცეოდი, შეიძლება იმაზე უფრო მეტი რამეს შევძლო, თქვა ნახევარფინალში, ამ ფინალში, იმიტომ უფრო მეტი მონდომება იქნება, უფრო ძლიერი კონკურენტები შეხვდება და იქ მაქსიმუმს გამოვავლენთ ორივე მათგანი და ნუ აქამდე რაც იყო ეს ყველაფერი, რაც გადავიარე ეს ეტაპები, აქ იმდენად ვერ გამოვხატე ბოლომდე ჩემი თავი, ანუ ასე თუ ისე, იმიტომ რომ იმდენ დაძაბულობა არ იყო მანამდე, ეხლა უფრო დაძაბულობა მატულობს, იმიტომ რომ ფინალებს ვახლოვდებით და მაყურებელს მიმართავ, იმით რომ თუ მოვეწონები და თუ მათთვის ვიქნები ის პიროვნება, რომელსაც უნდა დავუმესიჯო, მაშინ დამემესიჯო და მხარი დამიჭირო მე ბაჭო რამიშვილს. მე მეექვსეზე მივდივარ თმა. არგი. აი ეგრე არ უნდა კაც მიაწექი ჩაოლებივად რა. რა და ამა მიაწექი. აი მე გავიჭედე. არა გაიჭედე მეექვსეზე მიაწექი. ესე იცის ხოლმე ამ ჩვენ ვართ ისა ქართული არ ვიქი არა. ვაი მე გავიჭედე? გავიჭედე. არა მგონია. შენ რომელზე მიდიოდი? მე მეხუთეზე მივდიოდი. არც აქ არ მიდის? ვაი მე ბაბუ გავიჭედე. ეს მინდოდა ეხლა მე რა საქმეზე მივდიოდი? რა საქმეზე მივდიოდი? ეს მინდოდა. ეხლა არც სიონის თამაშზე მივდიოდი. არა, შენ მივდიოდი? წავიდე. აი ბილეთს გასი წავა. ვა, სიონი ვის ეთამაშება? ლევსკი. როგორ ცოტა ეს თამაში რომელზეა? 7-ზეა. ვა, იქნებ როგორმე მიუსწრო. თუ მოვიკეთე რა შევით? აუ, გავდივარ თუ მოვიგეთ 2-0 ან მეტი. ლიგის მესამე ეტაპზე. ესე საქართველო? ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ ერთი. შენი სახელი ძმაო? გიორგი ბაჩო ძმაო, მაგრები ვართ. აბარა. კაცო მაგრები ვართ ისე. ქართველები ვართ, კაცო ქართველები ბოლო. ასე ხარ ხო. მე ვერ მაწვი რაღაც ფეხბურთის. მეც რაგბის მაწვია, აი. 13 საქართველო? აი, ქართველი. ქართველი? ქართველი. 13 ქართველი. ეს მე 13 მევიქნები თუ ხო, ერთად, 11 ხო არიან და 1 და 2 და 13 გამოვიდნენ რა თქმა უნდა. ეგ რა. ჩვენ ხა ზამენაზე ვიქნები. არა, ზამენაზე კი არა, პროსტა იქიდან უყვირებთ რა, უბალეში ჭერ და მე 13 ვიქნები. ჩვენ იქიდან უყვირებთ? აბარა. მოდი ხა რა უყვიროთ, აბა მოვიფიქროთ დღესო წავალთ. რა უყვიროთ? სუდიას რა უყვიროთ? სუდია. არა ეგ რო უყურეთ სუდია პიდა რასტო სხვათა შორის მე შეიძლება სუწითლები და თანაშე გავა და მე შემოჩვით შეამოგოს თქვენს განეკეტა არა ეგ არა აი რაღაცა მოვიფიქროთ რა ისეთი რაღაცა მოვიფიქროთ თუ აი თვითონ ალბიტრეც კი აღფრთოვანდეს და აღფრთოვანებული დარჩეს არა ჩვენი საქციელი აი ნახე რა ქართველებს ნახე რა პალეში ნახე რა ფანები ხოსო რა ვივა სტუდია არა მე ჩვენ ლექსი წავუკითხოთ მაშინ ლექსი წავუკითხოთ რაღაც ან უნგეროთ რა რას ფიქრობ ჩვენზე რა ნახე რა ფანები ვართ რეგბი რაპონჩი თამაშობდი არა რაპონტი იყო საქართველოს ჰოლანდია იყო თამაში ხო და იქ ვიყავი და სტადიონზე ვაჩხეს მე ეს რა არ ეთყობა ნაფრონტალი როა ეგ ნაიმოვები ეს ვიცი სადაც მოხდა ეს უეჭველი ჰაუტანო გაიქნია აუ ეს რას თამაშობდა ეს ვისაც ეცვა იცი კაროჩი 30 კაცი ეკიდრე და ვერაჩერებდა და დაახეს კიდე კარგომარეობაში შერჩა კიდე კარგომარეობაშია ეს ნამდვილად მომწონს ასე იგი ეს არის ფრონტიდან წამოგებული მაიკა აბა იმისთან ბრძოლა იყო კაროჩი რომ
დაუვარეთ ჰოლანდიელებს რა. სერიოზული რაღაცა გაცვიოში. მე არაფერი მოწვია ისეთი. ჩემი არ არის ფრონტზე რა ყოფილი, მაგრამ ფრონტზე ხა დღეს წამოვალ სტუდიასთან. ხო, სტუდიასთან მოვალ. გაგვიშვებენ, აი ესენი გაგვიშვებენ. უყურე არა და ბილეთებიც ქონათ ამ წამოვებული აჰა. ახლა ასე დღეს ერთად მივდივართ. ხო, ასე იგი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 2 აგვისტო 2006 წელი 19 საათი ვარ სერიოზული სიონს აქვს შანსი რომ გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე? მესამე ეტაპზე მე რო ხდება კიევოს. მესამე ეტაპზე თუ გავიდე იტალიის კიევოს. ფეხბურთი მაგრად მესმის კაცო რა სალაპარაკო. კიევოს ვერ მოგებთ რა. აა მოვიდა 13 რო იქ. კი, რაღაც არის რა. ასე იგი ეს კარგად შეინახე რა რაღაცა რომ მოხდეს. შევინახოთ კაცო გავიდეთ. კარგად შეინახე. გავუაროთ მიხეილ მესხლთან. მიხეილ მესხლთან გავიდეთ. ასე იგი სადაც თამაში ლოკომოტივზე? ხო. დინამო ჯერჯერობით იმაში. დინამო რეკონსტრუქცია მიმდინარეობს 2 სექტემბერს უნდა მოვგოთ ფრანგებს 2 სექტემბერს ისარდება. ზიდანი არ ყავს. ზიდანი არ ყავს, მაკელელი არ ყავს, ვიეირა არ ყავს, ტურამი არ ყავს, ბარტეზი მე მგონი არც ბარტეზი არ ყავს. აი ბარტეზი ყავდეთ მე ბარტეზი. ბარტეზი მე მოული, უკან მე ვიდგები. არა, ყავდეთ ბარტეზი კაცო ბარტეზი ახალბელია ჩემი მოული, მაგას ეგ ახალბელი ბიჭი. იცაშვილია, არა. ვიდა ჟალალი ვიდაშვილი. ახალბლის დედა რა. ხო და ასე იგი. Короче, დღეს ჩვენ მაგარ სტადიონზე მივდივართ სერიოზულ თამაშს. როგორ საძია? 7-ზე იწყება. ვაი, ვაი. არა მგონია. თუ რა იქნებ როგორმე მეორე ტაიმზე მაინც გავასწროთ როგორმე თუ გაგვინეს. ის გაგვიღეთ რა. ეს მაგარი გუნდია? დინამო ჯობია? ეს თუ მე არ ვიყურებ. არა, მე დინამოს ვადაშიკო საქართველოში ახლა საქართველოში მაინც დინამო ხო იცი დინამო. მაგრამ აი რაღაც მე მაგალითად დღევანდელი ქართული ფეხბურთი ერთი მხრივ არ მომწონს რომ აი ვითომ რა აი არ მომწონს იმიტომ რომ აი არ არის არც ერთი გუნდი შეთამაშებული გუნდი არ არის დედასვით. გუნდი არ არის, მომისმინე. ფინანსები მაგათ არ აქვს, რა გუნდი უნდა შეათამაშო ერთი წელი. რამდენი გუნდი გინდა რომ აი დავიწყოთ იქიდან რომ თქვა იტალიის რომელიღაცა სერია G-ში არის გუნდი რომელიც აი ну იმასთან შედარებით რაც იტალიის სერია A იმასთან შედარებით როგორი მინიმალური ხელფასები აქვს იცი რაღაც ძალიან კაპიკები აქვს მაგრამ გუნდური თამაში თუნდაც კიევო რო ავიღოთ აი კიევო თქვა ჩვენ კიევოსში შეხვდით კიევო იყო ისეთი გუნდი რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ქონდა იმას რომ სერია A-ში გადასულიყო მაგრამ ადგა მაგუნდმა იწყალა იქ რაღაც ტრენერი იქ რაღაც სპონსორი ხო შეთამაშა რა ხდება იცი ის რამდენი ფორვარდი გაყიდა თქვი პროსტა რამდენი ფორვარდი ის იტალია ეს საქართველოა ყველა გარბის იმიტომ კლასი რაც სერია C-შია კაროჩე იმხელა კლასია ჩვენ იმასე ეხლა ეროვნულ ჩემპიონატში და გარბის რა პერსპექტივა არ აქვს ფეხბურთეს იმენა პერსპექტივა გაზდის ხვაზე ხარ და გარბის და იმას კიდე აქვს პერსპექტივა იმიტომ რომ არ არის ფინანსები არ აქვს რომ გუნდმა წესიერი თამაშოს დღეს კაროჩე აი რო დაიწყო ჩვენი ჩემპიონატი 18 გუნდი უნდა დაწყებულიყო. კაროჩე და 4 გუნდი ისე დაიშალა, ფული ვერ იმასქნეს რა, რომ შეედანათ საწევრო. გადასახადი 4 გუნდს ჩამოვიდა 4 გუნდს. აი ეგ არის ხო და მაგრე იშლება, და მაგრე მიდის. მე კიდე ერთი რაღაცა არის, დედასვიცა ვარ თვითონ აი გულშემატკივრობის აი არას სწორი მიდგომა. პირველი ეს ხო, ეგეც. თუნდაც აი საქართველოს ნაკრების თამაში რა წავალ ხოლმე, ხო? მე მინდა ფეხბურთს უყურო. ხალხი მოდის რომ იგინება. ხო და მოკლებს ის და აი რა თუ მოდიხარ უალეშკი. თან ის იმაზე იბაზო. ეგ არის ელემენტარული დისციპლინა რა. კიდე იმას გეუბნე ვიყური, კაროჩე სიონი პირველ ეტაპზე ახლა შეხვდა ბაქოს ბაქს, კაროჩე რომელსაც 20 ჯერ მეტი აქვს ბიუჯეტი, იმენა 20 ჯერ მეტი ამას სიონზე. სიონს აქვს მე მგონი სადღაც მილიონამდე ზუსტად არ ვიცი. და იმას აქვს 20 ჯერ მეტი, აზზე მოდი რა ხელა ფულია ჩადებული იმას. აუ, ясნია. აზერბაიჯანის ფეხბურთი, კაროჩე და სიონმა უნდა გაიმარჯოს. აბა, უნდა გაიმარჯოს, ბაზარი არ არის. მაგარი რაღაცა ასე იგი. ჩვენ თუ ვერ გავედით, აქედან უბალეშიკებთ რა. ხო. 7 საათი რო გახდება. მოდი მოსვლა დავიწყოთ. სიონი. 7 საათი რო გახდება. ეგრევე ხვირია. ეგრევე ხვირია. ეს მე არ მეათები ისე მაინც ვერ გაიგები, მაგრამ აქედან უბალეშიკებთ რა. საფრანგეთი წავიდნენ, კაროჩე გუნდი დაიშლია, ჩვენამდე ოფიციალურ მასს არ არის. ეგრე არ უნდა იფიქრო, უნდა იფიქრო. არა, მომისმინე, ჩვენ რაღაც უნდა გამოვიყენოთ, კაროჩე, თორე ახლა კლასით რო იტალიას და საფრანგეთს ვიყოთ, აი ხა მე და შენ ვარ თქვა წვნელები საქართველოს ეროვნული რო ვიყო. არა, ეგრე რო ვიყო გამომარჯვებინებდი, ისეთი. ვერ გავამარჯვებინე. ხიფიე და ჩივაძე იყო და მე და შენ. ეგე, ხო და აი მე და შენ რო ვიყოთ, აი შენ რას ისევ, რას ვერაფერს ვერ გააკეთებ, რას გააკეთებ, ხო ვერაფერს ვერ გააკეთებ იმისთვის, რომ საფრანგეთისთვის ბოლოს და ბოლოს მოგიგო, ხო? თუ ფეხბურთელი არ ითამაშებდა, ხო ეს? ბოლოს და ბოლოს, კაროჩე.
კარგი საფრანგეთი, მაგრამ ფარერებმა დაუმთავრა პორტუგალიას 2-2 მსოფლიო შესარჩევს. ხო შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგას კი არა. ითამაშა იტალიაში. და 2-0 მოუგო კიდე დამპალი ტოტის გამო, რომელმაც სიმულიანტობით 2 პენალტი აკიდა ძალით კარაში და დელ პიერომ 2 პენალი გაიტანა. ხით ვერავით ვერ მოუგო. მე რა, ეგ არის კლასი, ეგ არის ელემენტარული ფეხბურთი. ხო, სიმულიანტია ტოტი და იმიტომ. ეგ არის დამეჯერე კლასი. აი ინზაგის არავინ არ აფასებს, მე ვაფასებ. მე ვაფასებ, ინზაგის ძალიან მე ფეხბურთელი არ მიყვარს, არა, ძალიან როგორ არის ზოგი, მაგრამ ინზაგი ძალიან ინზაგი არის ფუტბოლისტი. იცი ინზაგს არ აქვს არანაირი ნიჭი იმის, თუნდაც ფიზიკურობა. ძალა არ აქვს, მაგრამ მიცის რა, კაროჩე, აუგო, რაღაც განსაკუთრებული. განზურება და მორჩენია რა, ის გაძრო მორჩენია. აი ეგ არის ფეხბურთელი. ეგ არის, მაგიტო ინზაგის მაგიტონცე მე პატივის და ძალიან მაგრად. მაგარია ძალიან. ასე იგი რა, სიყვარულის სახელით. აჰაჰა. აკრაები ხო შესული. ლექსები რა მოწვა ყოფილი. ლექსებსაც წერ? აბარა. ვა, მეც წერ. აი არის. მე კრებული მაქვს, მაგრამ ჯერ არ გამომცემლობი ჯერ არ გამოსვა, იმიტომ რომ არ გამომიშვი, ასე რომ ვთქვათ. არ გაგჩენია სურვილი საერთოდ. არა, როგორ არა, მაგარი სურვილი მაქვს. ძალიან ბევრი ლექსი მაქვს, მე ლექსებს წერ დაახლოებით ბავშვობიდან და აი რა მინდა იცი პირველი ეტაპი, თქვათ, ეს ბავშვური ლექსები, მე მეორე ეტაპი, თქვათ, ცოტა უკვე და უკვე ხო იცი ხელწერას თავისი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უკვე აუნჯობესებ გამიგე. ხო და მე მინდა ჯერ ეს გამოვიშო, მე ეს გამოვიშო, მე მინდა უკვე რასაც ეხლა ვწერ, რასაც ეხლა ვგრძნობ, უკვე ეს გამოვიშო. მე კაროჩი და ეს რა მოთხრობა გაქვს თუ რა? მოთხრობებიც არის. აქ რამდენიმე ეს ცალკე მაქვს. გაკეთებული რაღაცა წელი, მაგრამ ეს კაია თო. ერთი სამხო მაგის გარდა. ჯიგრულად ვარ და არა. რაღაც ისეთ პუჭაც მევასება გევასება რა. ათაჯერ მაინც ამოწოვეს სისხლი. ათაჯერ მაინც ამოწოვეს სისხლი. საქართველოს ისაბაძი საქართველოს ისაბაძი ქვეყანა. აბა თქვენი ციციონ. სიონ თქვენი ცით რა? სიონი. ათაჯერ მაინც ამოწოვეს სისხლი რა. დაუგნელე ზეცა მაგათი ბულგარელი ზეთები ვასწავლე. ესენი ვინ არიან? კლასელები. კლასელები. ეხლა არ გაგვიშვებ ჩვენ თუ ეხლა რა ვქნა? რა ვქნა ეხლა? ეხლა არ გაგვიშვებთ? ეხლა ხوارვინები უნდა ჩვენ ეხლა. ჩვენ ხوار გინდა ეხლა რა, რა ქვია ავთო? ავთო. ავთო? ხوارვა გინო. ეს უნდა გააგებინო ხო რაღაცას მომიაწვე როგორ გაცად. აი ეს არის ზარი. ზარი ახლობელთან მინდა ამში რა. ზარი სტადიონზე რა. 50 არა. 50 დახმარება. ზარი ახლობელთან? აი ზარი ახლობელთან იყოს მაგ. გამოვიშვებთ? ბიჭო ეს რაღაც ცოტა ისეთი ის არის რა. არის მის თუ. რანომერია მაგისი? მაგისი? ჯერიანოსტი არა 893-ია ვიცი რა. ვait 893-ია. ხო 9 არა ჯერ გამონაკრიფო. 893-ია გეოვნები რა. ეს არის რა. მერე 11 არა. ეს დახოდა ბოლოს 2 ციფრის აიდუმრო რაღაცა. არა, ეგ შენი შენი სახლის ნომერია. ეხა განახვა. ასე. სიო. 893-ია ხო? ხო. გესმის? არაო. გურიაში დაგპატიჟებ დენი ვაფშე არ ყოფილა ცხოვრებაში. ხალხმა დენი რა არის? წავიდეთ რაჯობია მაგას ვაი. დენი არიციან აი მართლა გეოვნები არიციან მე მაქვს სოფელისადი. ჩოხატაურის რაიონის ზემო სურები აი სადაც მოდივართ რამიშვილები, აი დენი არიციან რა არის. ტელევიზორი არა აქვს, მობილური არის ერთს, ცხერებით და მანქანა არიციან არის. და დედოსპიცა იქ ავდივართ ფეხით 10 კილომეტრი. ხო და მომისმენ. მაგი სააკაშვილი გავაფრთხილოთ, მაგარი ჩუქი არ ჩაურთან, თორე სულ გამოიქცევიან იქიდან. აი პრეზიდენტო ხალხი გენდო რა არის ახლა ეს ვერ გავიგე რა, დენი ჩამოიქრეთ რა. არა, ბიჭო, იმა ჩუქი რო ჩაურდა შეეშინდება, ბაქში შუქი რო არ უნდა ხაზე პატარავიდან რო დაინახოს რა არის ეს რო. ჩვენ ჩავიტანოთ პირველი ეს დენი რა, ცოტა დავიღოთ ჩავიტანოთ. ჩვენი დავიჭიროთ და ჩავათრიოთ ცოტა. ჩავიტანოთ დენი რა. სპორტსმენია რა ხარ რაღაცა სპორტი რა. სპორტზე ფეხბურთზე დავდიოდი ადრე. ჭიდაობაზე დავდიოდი. კიდევ და ვარ, მეც ფეხბურთზე დავდიოდი. ჭიდაობაზე დავდიოდი ძიუდოზე. ესა მოუში გასანაკეთებდი ხოლმე?
აი მე ჩვენი ჯორჯია და არა მამაში ივანში არა ეგ როგორ სპორტია ჩემს მაგაც მეც მოუშიგერი არ ჩაგიტარო ეგ არის კარატე თუ კიბოქსი კარატეში ან კუნგ-ფუში ან კიბოქსი რაღაცაში არის რაღაც ფეხი თუ რაღაც ისეთი მოუშიგერი და დაარტყავს ხოლმე რა ჩაცხებს ხოლმე აი ესეთი რაღაცა ძიუდო მაგარია ძიუდო სხვათა შორის ძალიან მაგარია აჰა შენ საიდან მოდიოდი მე აი ზემოდან ჩამოდიოდი აქ რა გინდოდა რა ვიცი რაჭერი მინდოდა გაჭერა მინდოდა ლიფში და მოვედი აბოლო დროს დავდივარ ფეხით რა ვიცი სანაგურნებზე ყუბანიშვილის ლექსები როა ხო და იქ წერია ერგა იმიტოა ყუბანიშვილის რატო არ აქვს ვინო შეცვლილი აქვს და урна დუდუკი ხალებიო ყველა ისე სხვათა შორის დენი რო ამ ბოლო დროს ეგეც ვიღარ წეს ლექსებს ხა რატო მუზა არა აქ რა დილით გამოდი მართლა ხოლმე რით კაცო თუ აქედან გავახწევთ გამოდი და არ ყავს ველოსიპედი არა რა თმინა ველოსიპედი კაცო არ ვარ ჯიშობდა რაღაცა ისე რა შენ კაი ისახა რაღაც დალევა და რამე გევასება არა აბაც გესარება რა ვარჯიში დილით არა დავდიო დავდივარ ისე რაღაცა 13 კაცაში რო ხარ ეგრე კი არა მე ვარჯიშო აბა რა აუ ისე რა დღეშია მაისო ვანახე უყურე გაის აქვს ზოლი აქვს კაროჩი აქ მოიჭველი პატკაჩი მოხდა რა კაც ასე დაკაჭეს რომ აქ მოხდა პატკაჩი შენ არიცი ეს მოხდა აი ესე აქვს უნდა დახაზო ეს ხოთაშორის ომში ვიყავ რა ეს რა იყო მერია სამანსკს როდენი ეს ომში ვიყავი და იქ მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოსული ძირითადად ყველა ადამიანი არის როგორ იცი რომ აი სვავს და ხომ მიხდი რა აი მაინც ეს ტრაუმები მაინც ის თავისებურად ბიზნესში იყო ომში წასული აფხაზეთის ომში და გადმოურეკა და მაგარი ღვინოს აკეთებდა ბაბუოჩემი ჩერესჩუ მაგარ ღვინოს აკეთებდა და ისო რა კაროჩე ღვინო გამოვატანეო რამესო რა კაროჩე რომ ღვინო ჩამოგვივიდეს ხო ასე ხა ნაღდი ამბავი და ასე ხა იქ ფრონზე კი არ ევნოდე ჩავმიდან ნუ ღვინო რა ძმაკაცებთან რაღაც და კაროჩე შენახული ქონდა ჩემ ბებიას 20 ლიტრიანი აედგარო აი შვილიშვილს გაუგზავნია ხო ასე ხა მაგარი ბორჯომში მოგებაი და ხოდა ეს ბაბუოჩემი იყო მაგარი როგორი მსმელი იცი სერიოზული მსმელი დამდგარეს 20 litrიანი აუღია და დაულევიათ კაროჩე რომ მას ხარ თავის ხალხთან დაულევიათ ეს ხო დაიცალა და წითელი რაღაც ჩაუსხა და გაუსხა და ჩაუტანე საერთოდ ხო და რეკავს ახლა რომ კაროჩე ბაბუოჩემ ცოტას მაგარი ღვინოს გზავნით რა სერიოზულ ღვინოს და ხალხმა აიციან ახლა რომ კაროჩე საძმაკაცო გზავნის ამ ღვინოს რომ გაუგზავნა და ჩაუტანეს ღვინოს რუსები ელოდებიან ძმაკაცები ვიღაც ქართველები ელოდებიან ხმაზე ხა ვიღაცები რა კაროჩე რომ აი ჩემი ძირფესო ნაღდი ღვინო ჩემ ეზოში რაც ისხავს აი ეს ნო დაგალევინოთო რა სუფთა ღვინო და ხო ასე ხარ ხა მასტები როგორ დღეშია რა ჩემი ჭიყვაზე ღვინო უნდა ხო ასე გახსენს და სოვე წყალ ავი კიდამოდის როგორ იგინე ბაჭი ჩერეს გინებები მოდიოდა იმენა და მოწვეს ეგრე ბაბუოჩემა რო იგის კაროჩე ერთი ქალია მაგარი როგორ ქალი იცი ჩემი ბაბუის ძმის ცოლი. რა ხო ეგ ისტორია უკვე ეგ ერთი. ხო და კაროჩე ამას მოყვები და დავმორჩები ამ შენი ისტორიებს და მე თქვი მოყვე. ხო და კაროჩე როგორ ხალია იცი აი მე ხო ხანში შესული ქალი სულ ტვინს ბურღავს რა პატივი მეცით ეგეთი ქალია ხო ასე. ეცი პატივი. პატივი მეცით და ეხა პატივიცა ჩემო ბიძამ და უყიდა რაღაც შვილი გადაურჩა და ცხარი უყიდა რა. და ხომ შეეწი და ეკლა რაღაც ხო ასე ხა და ეზოში ყავდა და ეს მარ თავისი ბუნჩულობდა ხოლმე და ეკეთა თოკი რა ხო ასე ხა ესნია და ხო და ეს ხო და ერთხა ერთი კრუგი ხო ასე ხა მეორე კრუგი მესამე კრუგი ხო ვერ მოწოდა ეკეთა ხამის-სამი საათი და იხჭო და ხვება გაიგე ბიჭო მესმის რაღაცა ხმა ხამის-სამი საათი ფანჯერიდან გაიგე და ხედავ ეს ხვარი ეკეთ დღეშია ხო ასე ხო აი მე კვდება მეთქი ორივე ოჯახში ხვარი მეთქი და ეს ოჯახები არის ერთი ოჯახი, მაგრამ გაყოფილია ძმების როა რა და ამას თალკეაზო მე თალკეაზო მაგდა კიდე ჩანს ეს ეზოში. რა ხდება და მეთქი ბიძაჩას ოძახი დროზე მეთქი ადეკით ყველა მეთქი ცხარი კვდება, იგუტება და ისო გაიგუტება და მოკვდება ჯერში აღარ იჭმება მის ხორცი, ხო და ავერდით ხო და იმ ხალმა რო არ გაიგოს იმასო გაიგო წივანა კიოდი რა გახდება 9 საათი ბუძილიკი რო იყვეს ბორჯომში ყველა მიცის რომ გაიღვიძა და რა გინდა ბუძილიკი არა დაშინდა ხო და რატომ ვიდა ჩამოიყვანე მე დაიგენდა და ბუძილიკი მაგარია ხო და ეხა ეს ცხარი კაროჩე კვდება და ავდექით იასნი კვდებოდა იმენა დაიხჭო რა და სწრაფად რო არ დაბრედილიყო რა ავდექით და დავკალით რა ხდება კლავენ თუ რა შევიკ დავკალი ხო რა კლავენ კათამია რა მოვკალი კლავენ რა დაკლეს ცოტა სხარზე და
ავდა კიდეს გავატყავეთ ხოაზე ხარ ეს ყველაფერი და ფეხი დავკიდეთ გაიგე და ველოდებით ეხა რომ დილით რო გათეთება აუხსნათ ამ ხას დილა აუხთენე რომ არ დაინახოს გაიგე დილის ჩვენ დაგვეძინა და დილის 7 საათი ეს მიწვილი ბოლოხოს ყვირის ვაიმე ეს რა დამემართა ცხარი ფეხი დაკიდებული кайფი ხოაზე ხარ ას ფეხი დაკიდებული გატყავებული დაიეშოვა და ყვირის ქალი ხოაზე ხარ და ჩვენ ეგეთები ჩუმბა ცირცხვილია ხალხს მე აგიხსნით ყვა სამიხსნით ქალი წივის და კივის იმენა იპუტავს ყველა